გამარჯობა, მე ვარ ნინო თათარაშვილი, ევროპული ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებული. თეორიულ კურსმა ნამდვილად ძალიან ბევრი მოცა, იმიტომ რომ ლექტორების მხრიდან თეორიულ კურსთან ერთად იყო მათი პრაქტიკის გაზიარება და გაცილებით საინტერესოს ხდიდა ეს თვითონ სწავლის პროცესი ჩემთვის და შემდეგ უკვე გერმანიაში პრაქტიკაში რომ გადავიტანეთ ეს თეორიული ცოდნა ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ლექტორების მასწავლი და გადმოტანილი ეს ინფორმაცია. ხოლო სიმართლე გითხრათ, სასტუმროში ერთსა და იმავე სფეროში არ მაქვს ნამუშევარი საქართველოსა და გერმანიაში და გამიჭირდება პარალელის გავლება, მაგრამ გერმანია გაცილებით სხვა დონეზე დგას ჩემი გადმოსახედიდან მომსახურების სფეროში და სასტუმროში და მე პირადად ვცდილობ მაქსიმალურად რომ გადმოვიტანო საქართველოში ეს გერმანიაში ნასწავლი პრაქტიკა რაც მაქვს, მაგრამ მცირე არის ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან გამომადგა გერმანიაში გავლილი ეს პრაქტიკა. ძალიან კარგად აქვთ შერწყმული დეპარტამენტების კომუნიკაცია ერთმანეთში, განსაკუთრებით ეს housekeeping, დასუფთავების სამსახური და რეცეპშენი, მიმღები დეპარტამენტი. მე როგორც გერმანული ენის ყველაზე დაბალი დონის წარმომადგენელს საერთოდ არ მიჭირდა გერმანიაში პრაქტიკის გავლა, იმიტომ რომ ძალიან გამარტივებული იყო თანამედროვე პლანშეტებით და ასე შემდეგ სამუშაო პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არასდროს ხერის შემშლელები არ ყოფილვართ ქართველები ამ სამუშაო პროცესში ძალიან მოწინავე და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გავამართლეთ მოლოდინები ნამდვილად და ძალიან კარგი შეფასებებიც დავიმსახურეთ ქართველებმა გერმანელებისგან. ევროპული ენების ინსტიტუტს აქვს მართლა ძალიან კარგი პროგრამა, რაც სასტუმროს თემას ეხება და როდესაც ლექტორები თეორიულ კუთხით გვასწავლიან, შემდეგ მოდის უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ პრაქტიკები გავიაროთ როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის რესპუბლიკაშიც. სასწავლო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ის ფაქტი, რომ სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და მე ვსწავლობდით სამსახურის პარალელურად. არ გვიწევდა ყოფნა აუცილებლად თბილისში, ჩვენ სხვა სასტუმროში ვმუშაობდით და ძალიან გვიმარტივდებოდა სამსახურის შეთავსება სწავლასთან და ამაში ლექტორებიც ძალიან ხელს გვიწყობდნენ, საათის გადაწევა იქნებოდა საჭიროდ გადმოწევა, არასდროს ამაზე პრობლემა არ ჰქონიათ, ძალიან მობიერები იყვნენ ჩვენს მიმართ და ამასაც კიდევ უფრო მომგებიან სიტუაციაში ვიყავით ჩვენ. არ შემიძლია არ ავთქვით, რომ ქალბატონი იზაბელა ბერიშვილის ლექციები ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, იმიტომ რომ მე თვითონაც რეცეპშენის პოზიციაზე, ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდი და ან შეუძლებელი იყო რომ მოწყვეტილიყავი რაღაც მომენტში რეცეპშენიდან გავდიოდი, იმიტომ რომ სამსახურის პარალელურად ვესწრებოდი ხოლმე და ასე ვუსმენდი ლექციებს, იმდენ მისი გამოცდილების გაზიარება იმდენად საინტერესო იყო, მისი მოსმენა, მისი ეს ყოველდღიურობა, რა როგორ უნდა იყოს, ეს იყო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. თეორიულს ჩვეულებრივად მე პირადად ბაკურიანებადაც ვესწრებოდი სამუშაო პროცესის პარალელურად და შიგადაშიგ შერეულად იყო პრაქტიკული კურსიც, სადაც უკვე თბილისში ჩამოვდიოდით და სხვადასხვა სასტუმროებში დავდიოდით, ტრენინგ კურსები იყო, თან ვათვალიერებდით სასტუმროს, თან მის სამუშაო პროცესს ვაკვირდებოდით, გვეუბნებოდნენ რა როგორ იყო იმ კონკრეტულ სასტუმროში, როგორ მუშაობდნენ ესა თუ ის დეპარტამენტები. მაგალითად, დღესაც ვიყავით ბილტმორში, 6 ვარსკვლავიან სასტუმროში.